კი შეიძლება გაგიყვანოს даже დინიდან რელიგიიდან რომ ჩუბურზე გადახვიდე რა ინდონეზიაში შენ გონია რომ ხუმრობ მაგრამ უკვე გადადიხარ ქუფრზე ხო ცოდვებზე ხო ხუმრობას აქვს თავისი ზონები მე შუმავრეს ალლაჰსალამ ხუმრობდა რა თქმა უნდა ყველანი ვიცი ხადისები ხო ერთ ადამიანს უთხრა რომ წადე მომიყვანეო აკლემის ბავშვიო წავიდა და ეძებდა სახაბა აკლემ პატარა აკლემს და ვერ ნახეო და შუმავრეს ალლაჰსალამ უთხრა ესენი რა აკლემების ბავშვები არიან ის ყველა აკლემი ხო არიან ერთ ქალს უთხრა რომ ბებერი ქალი იყო ეკითხება ჯანნაში შევალო ეგრე ვერ შეხვალო ჯანნაშიო და ეწყინა მე უთხრა ანუ ბებერი არ იქნებიო ახალგაზრდა იქნებიო მე გავხარდა ანუ შუმავრეს ალლაჰსალამ ხუმრობდა სარკაზმი შეიძლება პრობლემა არის რელიგიაში მაგრამ რა შეეხება ხუმრობას რელიგიას რაც ეხება ზოგიერთი წვეს ეხუმრებას რელიგიურ რიტუალებსე ეს არის უზმუნოება გახავს ადამიანი ისლამიდან რატომ ალლაჰმა ყურანში თქვა რომ ერთ-ერთი მონაფიკები როცა ასე ვთქვათ ეკაიფებოდნენ მორწმუნეებს ასე ვთქვათ ალლაჰმა აზაჯალა რა თქვა რა تعتذروا قد كفرتم بعد ايمانكم ნუ ანუ ბოდიში ხა ნუ იხდითო თქვენ ახლა ქუფრი ჩაიდინეთ ანუ უსმუნოები გახდით იმის მერე როგორც როცა მორწმუნეები იყავით ხო ყურანს კითხულობენ სახაბა და იკაიფებოდნენ ასევე მის ეხუმრებოდნენ ამას მის კითხვას მაგიტომ რა შეეხება რელიგიურ თემებზე ხუმრობა არ შეიძლება ძმებო ალლაჰ ბარაკა მოს სვალი ახი თქვენზე მას არ დაუზახოთ ისეთ სახელით რაც მას არ მოსწონს ხო აი ეთი არის ხო ბილ ალყაბ ხო სიტყვა გამოყენებული ბილ ალყაბ ნიშნავს ნებისმიერ კლიჩკა ასე თქვა დღეს ჩვენ ჟარგონով კლიჩკა სიტყვაზე რაღაც არ შეიძლება ძმებო ალლაჰ ბარაკა მოგცით